საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა პლატონის სახე. ჩვენ წარმოვაჩენთ პლატონის ხასიათს, ამ პერსონაჟის ბუნებას დავით კლდიაშვილის მოთხრობის სამანიშვილის დედინაცვლის მიხედვით. დავით კლდიაშვილს არაერთი შთამბეჭდავი პერსონაჟი ყავს შექმნილი და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის პლატონი. ეს არის სიყვარულით დახატული პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ პლატონს ჩვენ ვხედავთ არაერთ იმგვარ სიტუაციაში, როდესაც ის ჩვენ სიმპათიას სრულიადაც არ იმსახურებს, მაგრამ დავით კლდიაშვილის პრინციპი იყო ის, რომ ადამიანი არ უნდა დაეხატა ცალმხრივად. ის ფიქრობდა, რომ მკითხველს უნდა ეცოდებოდეს ადამიანი თუ ის არის, თქვათ, გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, თუ ის იქცევა არაადამიანურად, თუ მასში უფრო მეტად არის წარმოჩენილი ხეცის თვისებები ვიდრე ადამიანისას. პლატონი არის პერსონაჟი, რომელიც არის ბედშეგუებული. ის არის გაღატაკებული აზნაური, რომელსაც სხვა გამოსავალი თავისი ოჯახის რჩენისა ვერ უპოვია, გარდა იმისა, რომ გლეხივით მიწაზე იმუშაოს. და გლეხივით მუშაობა აზნაურისთვის ძალიან სამარცხვინოდ ითვლებოდა და მიიჩნეოდა, ასე რომ მას, რა თქმა უნდა, დავიწყებული აქვს ის თავმოყარეობა, რაც აზნაურისთვის იყო დამახასიათებელი და თავარია, რომ მასაც და მის ოჯახსაც კუჭი გაფშეკილი არ ქონდეს, როგორც დავით კლდიაშვილი იტყოდა თავისავე მოთხრობებში. და ის მუშაობდა, ის იყო ძალიან მორჩილი, შვიდი ადამიანი და თავიდან ასეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებს და მკითხველის ძალიან დიდ სიმპათიასაც იმსახურებს, რადგან მამას, რომელიც ვერ აღიქვამს რეალისტურად ცხოვრებას, ის ძალიან ლმობიარად ეპყრობა, თითქმის არ ეწინააღმდეგება, მხოლოდ თქვათ სიჩუმით პასუხობს იმაზე, როდესაც მამა იწყებს ტრაბახს და როდესაც საუბრობს იმაზე, რომ მათ გააჩნიათ შემოსავალი საიმისოთ, რომ შეძლონ მომავალშიც ესეთი შეძლებული ცხოვრება. ის ხშირად იმეორებს, ამაზედაც გმადლობ უფალო, ესე იგი მადლიერია პლატონი ღვთისა, რომ ის ლუკმაპური რაც გააჩნია მას აქვს, იმიტომ რომ გარშემო რო იხედება, ხედავს თავიზე უფრო მეტად გაღატაკებულ და გაუბედურებულ აზნაურებს და ძალიან ისე იხატება, რა თქმა უნდა, მთელი იმერეთის სურათი. ერთ ეპიზოდში მაგალითად ჩანს, როგორ ხედავს პერსონაჟი აი ამ ქოხმახებს, რომელიც მიმობნეული არის გორაკებზე და ამ ქოხმახებში კიდე მოჩანან შიშველ-ტიტველი ბავშვები. თითქოს აი პეიზაჟიც არის რაღაცა ხრიოკივით წარმოჩენილი. არ ჩანს არც ყვავილები, არც ხეები აქ ამ მოთხრობაში, ჩიტებიც კი არ ჭიკჭიკებენ, რადგან რა თქმა უნდა, ბუნება უნდა ეხმიანებოდეს ადამიანის შინაგან სამყაროს. მაშინ აჭიკჭიკდება ჩიტიც, მაშინ გაიშლებიან ყვავილები, როდესაც პერსონაჟს ექნება შინაგანი სულიერი მზაობა ამის დასანახავად. რა თქმა უნდა, ბუნება ადამიანისაგან დამოუკიდებლად არსებობს, ხომ? მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებში ადამიანი და ბუნება გარკვეულ თანაზომიერ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. მწერალი ყოველთვის პეიზაჟს გარკვეული ფუნქციით იყენებს და აქ რადგან არ ჩანს ეს პეიზაჟები, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ესე იგი პერსონაჟებს არ აქვთ ამისი განცდა შინაგანი, რომ დაინახონ ეს სილამაზე გარეთ, იმიტომ რომ მათი გონება, მათი სული, მათი ფიქრი მთლიანად დაკავებულია იმაზე ფიქრით, თუ როგორ გაატარონ ესე იგი დღეები, როგორ იშოვონ სარჩო და სამწუხაროდ ისინი ხშირად არ ერიდებიან ხოლმე ადამიანისათვის შეუფერებელ, ასე ვთქვათ, გზასა და საშუალებას იმისთვის, რომ თავი გადაერჩინონ. თუმცა პლატონს გვიხატავს, როგორც გითხარით, ისეთ ადამიანად, რომელიც ცდილობს, რომ არავინ არ შეაწუხოს, არც მამა არ შეაწუხოს, არც არავინ და როგორმე გაიტანოს თვითონ თავი. პლატონს ის ამბავი, რომ ბევრი შვილი ყავს, საკმაოდ სამწუხაროდ მიაჩნია, არა და როგორც ვიცით, ძველ დროში ბევრი შვილი მიიჩნეოდა იმის ნიშნად, რომ ღმერთი ლოცავდა ადამიანს, რომ ღვთის კურთხევა იყო გადმოსული ოჯახზე. და ეს მცირედითაც კმაყოფილება, ასე ვთქვათ, და ამაზე დაშენებული სიმშვიდე დავით კლდიაშვილისთვის საზოგადოდ არის მიუღებელი, იმიტომ რომ ადამიანი არასოდეს არ უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რაც აქვს. ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს უფრო უკეთესისაკენ. ადამიანი უფრო უნდა ფიქრობდეს ყოველთვის მეტზე, ასე ვთქვათ, და მისი გზა უნდა იყოს
გზა, რომელსაც ის მიყავს სულიერი სრულყოფილებისაკენ. სამწუხაროდ ეს სული როგორც გითხარით, აქ არ ჩანს არა იმიტომ რომ ესე იგი ეს ადამიანები თქვათ ბოროტები არიან ან რაიმე ისეთ უკუღმართ საქმეში არიან ჩართულნი, არა, უბრალოდ ისინი არიან ცხოვრებისაგან დაჩაგრული, ცხოვრებისაგან დაჯაბნული ადამიანები და ამიტომაც არიან ასეთნაირად დახატულები და წარმოჩენილები. ასე რომ თავიდანვე მკითხველის ერთგვარ თანაგრძნობას იმსახურებს, რა თქმა უნდა, პლატონი და მკითხველს მოსწონს მისი ამგვარი მორჩილება. თუმცა ნელ-ნელა იცვლება პლატონი, იცვლება იმის შესაბამისად, როგორც იცვლება გარემო ვითარება. და საერთოდ ასეა. ადამიანის ხასიათი ვლინდება ექსტრემალურ სიტუაციაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დასკვნა გავაკეთოთ რომელიმე ადამიანზე თუ როგორი ხასიათი აქვს მას, როგორი ბუნება აქვს. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის მხატვრულ ნაწარმოებში. ამიტომაც კარგი მწერლები თავიანთ პერსონაჟებს ყოველთვის უქმნიან ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ ვითარებასა და სიტუაციას, რომელშიც მათ არჩევანი უნდა გააკეთონ და ამ არჩევნის გაკეთების დროს გამჟღავნდება, რამდენად ადამიანურები არიან ისინი, რამდენად ძლიერი, როგორი ნებისყოფა აქვთ მას. და სწორედ აი ესეთი რამ ხდება პლატონის ცხოვრებაშიც. ერთ დღეს მის ოჯახში დამყარებული მშვიდობა და ბედნიერება დაირღვევა, რადგან მამამისი ბეკინა სამანიშვილი გადაწყვეტს რომ ცოლი შეირთოს და ეს არის თავზარდაცემი პლატონისთვის. რა თქმა უნდა, ერთდროულად ტრაგიკომიკურია ის რომ პლატონი იწყებს ფიქრს როგორ დააღწიოს თავი აი ამ ყოფას. ის ცოლთან ერთად ძალიან ბევრს ფიქრობს და იპოვის ასეთ გამოსავალს, რომ მამამის მოუძებნოს ორნაქმარევი ქალი. ეს თვითონ აი ეს ამბავი გამოდის, რომ არის ძალიან ანეკდოტური, მაგრამ დავით კლდიაშვილი ძალიან კარგი მწერალია, ოსტატი მწერალია და მან შეძლო რომ აი ეს ანეკდოტური ამბავი განეზოგადებინა ისე რომ წარმოეჩინა საერთოდ ადამიანური ტრაგედია, ადამიანური ყოფის ტრაგედია. ესე იგი პლატონის სახით მან დაგვეხატა ცხოვრებასთან შეჭიდებული ადამიანის ცხოვრება თითქოს ახალ იმას საფრთხეებს და დაბრკოლებებს იგონებს იმისათვის რომ როგორმე ესე იგი ადამიანი დააჩოქოს და მიწასთან გაასწოროს, მაგრამ ადამიანის ადამიანურობა ის არის რომ მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ღმერთი, ის უნდა თავაწეული იყოს, ზეცისაკენ მომზირალი, ღვთისმედიც ჰქონდეს და თვითონაც გაანძრიოს ხელი, რომ არ დამორჩილდეს ცხოვრებას და არ იქცეს ცხოველად თუ პირუტყვად, რაც ემართება სამწუხაროდ პლატონს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის არ ცდილობს ამ ყოველივესგან თავდაღწევას. ძალიან სასაცილო არის, რა თქმა უნდა, პლატონისა და კირილეს ხეტიალი და წანწალი, რათა ასეთი ქალი იპოვონ. კირილე სრულიად განსხვავებული სახე არის პლატონისგან, ეს არის აზნაური, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენია მამის ქონება, ამიტომაც ის ლაღად და თავისუფლად ცხოვრობს, მას არ ადარდებს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად რას შეჭამს და ან რას ჩაიცვამს და რას დალევს, მაგრამ მკითხველი თითქოს გრძნობს იმის მომავალს, როგორი იქნება, მასაც იგივე ბედი ელის, რაც რა თქმა უნდა პლატონს. შეიძლება უარესიც, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელიც არ არის შეჩვეული აი ამ გაჭირვებას და წარმოვიდგინოთ პლატონი ამ კირილესთან ერთად ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი მიდის, ასე ვთქვათ, ამ სადედინაცლოს საძებნელად. ძალიან ტრაგიკული არის ეპიზოდი, როდესაც პლატონი თხოვლობს მეზობლისაგან ცხენს. მას წარმოვიდგინეთ, იგი ისეთი ღარიბია, რომ საკუთარი ცხენიც კი არ გააჩნია და ეს რა თქმა უნდა აზნაურისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო. თან მეზობლისაგან ის თხოვლობს გაძვალტყავებულ ცხენს. საწყალი ცხენი ისე არის გამხდარი, რომ ცოლი ეუბნება პლატონს ამაზე როგორ უნდა შეჯდეო და როდესაც შეჯდება ცხენს შეაძიგძიგაო, ასე წერს მწერალი. შემდეგ არის ასე იგი პლატონი როგორ მიდის, დახატული არის, არაჩვეულებრივად არის წარმოჩენილი, როგორ მიდის პლატონი თავის დასთან, რათა მას კითხოს რჩევა, შეიძლება მოძებნოს მან ასეთი ქალი და გზაში წარმოჩნდება პლატონის დამოკიდებულება როგორი არის პირუტყვთან. საერთოდ რა თქმა უნდა ადამიანის ბუნება სხვადასხვანაირად ვლინდება სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ვითარებაში. აქ მაგალითად იმ შინაგან რაღაცა ძულვარებას თუ დაგროვილ აი ამ ბოროტებას შინაგანს ამჟღავნებს
პლატონი აი ამ პირუტყვის მიმართ, უდანაშაულო პირუტყვის მიმართ, რომელსაც საკმაოდ სასტიკად ეპყრობა, წყეპლასაც გადაუჭერს და თავის თავმოყარეობას უფრო მაღლა აყენებს იმ შემთხვევაში, თუ კი დაინახავს აუცილებელ საჭიროებას იმისას, რომ ცხენზე უნდა შეჯდეს და ასეთი საჭიროება მაშინ დგება, თუ კი ვიღაცა შეხვდება გზაში. და აქ არის აღწერილი ეპიზოდი, როდესაც ის შეხვდება სოფლის ადვოკატს ივანე გვერდევანიძეს. ამ ადვოკატთან საუბარში კარგად გამოიკვეთება როგორი დამოკიდებულება აქვს პლატონს ცხოვრების მიმართ. ისინი საუბრობენ ორივენი თუ როგორ მომრავლდნენ ადამიანები და ამ სიმრავლემ როგორ უფრო გააუარესა ადამიანთა ყოფა. და პლატონი სამწუხაროს ასეთ რამესაც ამბობს, რომ ერთი ჩხუბით თუ გაიწმინდება ქვეყანა. ჩხუბი ამ შემთხვევაში ომს ნიშნავს. ესე იგი წარმოიდგინეთ, შეიძლება თვითონ არც კი აქვს გაცნობიერებული რა არაადამიანური გამოსავალი იპოვა მან არსებული ვითარებიდან. ის ამბობს, რომ კარგი იქნება რომ იყოს ომი, რომ გაწყდეს ასე ვთქვათ ხალხი და ვინც გადარჩება იმათ ჰქონდეთ საშუალება რომ კარგად იცხოვრონ. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან არაადამიანური თვალსაზრისი, რომელიც დაბადა პლატონის გონებაში, რა თქმა უნდა, მისმა გაჭირვებულმა ცხოვრებამ. ამავე დროს ამ საუბარში წარმოჩნდება ისიც, რომ აი ეს ბევრი შვილი ამ დროში ქცეულა უკვე ადამიანებისთვის ღვთისწყევლად, ესე იგი ისინი გადიცდიან როგორც ღვთისწყევლად და ივანე გვერდევანიძე ამბობს, რომ ამ დალოცულ ღმერთსო ნეტა ერთი შვილით ნაკლები მოეცა და მიეცა ადამიანისთვის სამაგეროთ უფრო მეტი სარჩო ქონოდაო. აი ესე ფიქრობენ და რჯიან ეს ადამიანები. შემდეგ მოთხრობაში წარმოჩენილი არის ვთქვათ კირილესთან ერთად როგორ მივლენ პლატონი და კირილე ვინმე შაფათაძის ქორწილში. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ასეთ ნიუანსს. პლატონი უარს ამბობს ქორწილში წასვლაზე და ორ მიზეზს ასახელებს. ერთი რომ მე დაპატიჟებული არა ვარ და მეორე რომ მე არ მაცვია ქორწილისთვის შესაფერისათო. კირილეს ორივეზე გამზადებული აქვს პასუხი. ის ეუბნება რომ მე რა მოხდა რომ უცხო ხარ, მე ვარ დაპატიჟებული და ეს იმას ნიშნავს რომ მე შემიძლია სხვა ვიღაცაც მივიყვანო. და ესე იგი იმერეთში ყველა მიცის როგორ ხვდებიან სტუმარს და შენს ისე მიგიღებენ როგორც მეო და მართლაც ეს გამართლდება. ის აზნაური, რომელსაც აქვს ქორწილი გამართული, რა თქმა უნდა, შესანიშნავად მიიღებს პლატონსაც. რაც შეეხება მეორე მიზეზს, რომ არა ვარ ისე ჩაცმული, როგორც ქორწილს ეკადრებაო, ამაზე ეტყვის კირილე, რომ ნეტავე შე როგორც გაცვია და მე როგორც მაცვია, ასე ბევრს ეცვასო. რა თქმა უნდა, ესეც იმას წარმოაჩენს, რომ მაშინ არა მხოლოდ პლატონს უჭირდა, არამედ ძალიან ბევრ აზნაურს და გამონაკლისები იყვნენ კირილეს ნაირები, თუ თქვათ ჯიმშერ სალობერიძის ნაირები. ჯიმშერ სალობერიძე არის კირილეს ნათესავი. მას კირილეს მამი დახავს სწორად და სწორედ მასთან მიდიან კირილე და პლატონი. და ჯიმშერ სალობერიძის ოჯახი არის როგორც უდაბნოში ოაზისი. დავით კლდიაშვილი დაწვრილებით არ აღწერს თუ როგორ აქვს ამ ოჯახს შემორჩენილი ეს ქონება, მაგრამ იმას აღნიშნავს, რომ ჯიმშერი იყო საკმაოდ გონიერი კაცი, მან ესე იგი მან შეძლო რომ დროს გამკლავებოდა და რაღაცნაირად შეინარჩუნა ძველი ღირსება, ამიტომაც არის რომ მის ოჯახში გამუდმებით სუფრაა გაშლილი და გამუდმებით სტუმრები არიან. და სწორედ ამ ოჯახში მიდის პლატონი, რათა რაღაცნაირად გაიგოს თავისი სადედინაცვლოს ამბავი. აქ წეგან ჩვენ არ ვთქვით, მაგრამ ახლა უნდა აღვნიშნოთ, რომ ივანე გვერდევანიძესთან საუბარში ივანე მახსენა, როდესაც ივანე ესაუბრება პლატონს ერთი ქალის შესახებ. ის იყო როგორც გითხარით ადვოკატი და ძმები ბრეგაძეების ოჯახის გაყრაში იღებდა მონაწილეობას როგორც ადვოკატი. და მან თქვა, რომ იქ ბრეგაძეებს ყავთ დედინაცვალი, რომელიც მისი შორეული ნათესავია და სწორედ ამიტომ ჩაერია მათ საქმეში, თორემ არანაირ გასამჯელოს არ მოელოდა. ესე იგი, იმდენად ღარიბები არიან, რომ ვერაფერს ვერ გადამიხდიანო. და სწორედ ივანე გვერდევანიძემ აღნიშნა, რომ ეს ქალი არის უშვილო და თანაც ორნაქმარევიო. პლატონმა ეს ყოველივე რა თქმა უნდა დაიმახსოვრა და მისი ფიქრი სულ ამას დასტრიალებდა მთელი გზა. ასე რომ ქორწილში როდესაც მოხდა, ცოტა ხანს კი მოილხინა, მაგრამ როგორც კი ასე ვთქვათ გამოფხიზლდა აი ხინისაგან, ისევე ეს მძიმე ფიქრები დაეუფლა. ჯიმშერ სალობერიძის ოჯახში მან გაიცნო ერთი ახალგაზრდა აზნაური
აზნაური არისტო ქვაშავიძე, რომელსაც ძალიან ესეთი საინტერესო თავგადასავალი აქვს, საინტერესო ცხოვრება აქვს. ეს არის აზნაური, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ გააჩნია, არც სახკარი მათ შორის და ერთ ასეთ სასაცილო ამბავს ყვება მის შესახებ ერთი სტუმარი, კოტე ბალდავაძე. ის ამბობს, რომ არისტო ქვაშავაძემ მე მიმიწვია სახლში სტუმრად და თანაც ძალიან მეხვეწა მესტუმრეო. და ერთვენიერ დღეს გადავწყვიტე სტუმრობაო. ძლივს მივაგენი მის სახლს, მაგრამ ბინიშნებულ ადგილას რომ მივედი, დავინახე რომ ეზოში სახლი არ იყო, მხოლოდ ფიცრები ეყარაო. ესე იგი დაპატიჟა მანამდე სანამ ძმებს გაეყრებოდა და როცა ეს კაცი მივიდა მასთან სტუმრად, ძმები უკვე იყვნენ გაყრილნი და არაფერი აღარ დახვდა. და ესეთ სასაცილო ვითარებაში ჩაიგდო არისტო ქვაშავიძემ თავი, თუმცა მას სულაც არ ანაღულებდა ეს, წაიყვანა ვიღაც გლეხკაც ახლობელთან და იქ მაქეიფაო, ასე ვთქვათ. თუმცა იქაც ძალიან ცუდად მოქცეულა ეს არისტო ქვაშავიძე. ასე რომ ესეც ერთი კიდევ განსხვავებული ტიპი არის აზნაურისა, რომელიც დავით კლდიაშვილის მოთხრობაში გვხვდება. სწორედ არისტო ქვაშავიძეს მამიდა არის ელენე, რომელიც არის ორნაქმარევი და რომელსაც არც ერთ ქმართან შვილი არ ჰყოლია. არისტომ რაღაცნაირად გაიგო ეს ყველაფერი და დაელაპარაკა პლატონს და გადაწყვიტა ორივემ რომ სწორედ ეს მამიდა მოენახულებინათ და პლატონმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ქალი მამამისისთვის წამოეყვანა ცოლად, ესე იგი თავის სადედინაცვლოდ. აქ კიდევ ბევრი პატარა ეპიზოდია, ესე იგი წვრილმანი დეტალებია, რომლებიც მოზაიკურ სურათს ქმნიან მაშინდელი იმერეთისას და რა თქმა უნდა ამ დეტალების ხატვისას მჟღავდება მწერლის ოსტატობა. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდია, როგორც გითხარით და ერთი არის აღსანიშნავი, როდესაც მთვრალი კირილე უცებ წამოიძახებს ამ ჯიმშერ სალუბერძის ოჯახში, რომ მე დავყვები პლატონს, რომ მან იპოვოს სადღაც და როგორღაც ორნაქმარევი ქალი სადედინაცვლოდო. რა თქმა უნდა, პლატონს ეს ყოველივე აქ საიდუმლო და მას ძალიან რცხვენია, რომ ამის შესახებ კირილემ ასე ხმამაღლა განაცხადა. და შემდეგ ის საზოგადოების წინაშე უბრალოდ ყვება ამბავს თუ კირილესთან ერთად როგორ გამოიარა ეს გრძელი გზა, სანამ მოვიდოდნენ აქამდე. და მწერალი ამბობს, რომ ისე საცოდავად ყვებოდაო ამ ყველაფერსო, რომ აუცილებლად შეგეცოდებოდა თვით ამბავი რომ არ ყოფილიყო სასაცილოო. და აი ესე არის მთელი მოთხრობაც, ესე იგი თვითონ ეს პერსონაჟები, რა თქმა უნდა, არიან ძალიან ტრაგიკულ ვითარებაში ჩაცვენილნი, მაგრამ თვითონ ამბავი არის სასაცილო და არ შეიძლება არ გაგეცინოს იმაზე, თქვათ რომ კაცი მამამისს უდგება მაჭანკლად, ან კიდევ ეს კაცი ეძებს ორნაქმარევ სადედინაცვლოს. აქ მნიშვნელოვანია ის, როგორ იმარჯვებს ცხოვრება ადამიანზე და მორჩილ, მშვიდ პლატონს როგორ გარდაქმნის ცხოველად. რა თქმა უნდა, მკითხოს მოსწონს პირიქით, როდესაც ხდება, როდესაც თქვა გაველურებული, გაბოროტებული ადამიანი ადამიანურ სახეს იბრუნებს. მაგრამ ცხოვრებაში ხომ სხვაგვარათაც ხდება ხოლმე და რადგან კლდიაშვილი არის რეალისტი მწერალი და ის ასახავდა სინამდვილეს, მან წარმოაჩინა სწორედ ეს პროცესი, როგორ შეიძლება ადამიანი გადაიქცეს მხეცად. მას შემდეგ, რაც პლატონმა გაიგო, რომ სადედინაცვლო მისი დაფეხმძიმდა, ჯერ თავიდან იმას ფიქრობდა იქნებ ქალიშვილი შეეძინოსო და მან დაიწყო ფიქრი იმაზეც, რაიმე ისეთი ცოდვა ხომ არ ჰქონდა ჩადენილი ღვთის წინაშე, რის გამოც ღმერთი სჭიდა. და მას გაახსენდა ერთი რამ, რომ ის ბრეგაძეებს ართმევდა სამაშლოს და მან გადაწყვიტა, რომ ეს სამაშლო არ გამოერთმია. თუმცა ამაზე არ დათანხმდა ადვოკატი. ასე რომ ერთი შეხედვით თითქოს პლატონი არის ესე იგი დაფიქრებული ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ ის ცდილობს რაღაცა გამოსავალი იპოვოს შექმნილი ვითარებიდან, მაგრამ როგორც კი ვაჟი გაჩნდება, მას თითქოს მთლიანად გადაუბრუნდება გონება, მასში გაიღვიძებს მხეცი, მთლიანად დაიპყროს მის არსებას და სანამ ვაჟი გაჩნდებოდა, მანამდე მან ეს მხეცური ბუნება გამოავლინა იმით, რომ დედინაცვალი გაიმეტა სასიკვდილოდ, ესე იგი მას წიხლი ჩაარტყა, ნუ ისე მოხდა, რომ ბეკინა ჩადგა შუაში და წიხლი სადედინაცვლოს აცდა, მაგრამ თავარია რომ მან ქალი გაიმეტა სასიკვდილოდ. მთლიანად შეიპყრო აი ამ ესე იგი მომავალზე, ამ საშინელ მომავალზე ფიქრმა მისი გონება, არც დღისით ღამით დადიოდა საშინლად შეწუხებული, გაგულქვავებული და სიზმარშიც იმას ხედავდა, როგორ უყოფდა დედინაცვალი ქონებას შუაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან
გულის შემძვრელია ეს ყოველივე მკითხველისთვის დამაფიქრებელი და დამაღონებელი, როდესაც ის ხედავს გამხეცებულ პლატონს, რომელსაც არ შეუძლია არავის შებრალება, არც მამისა და როდესაც ის მამის წინაშე წარმოთქვამს სიტყვებს მონანიე მამის წინაშე, თანაც რომ მე კი შემიბრალა ვინმე, ეს თითქოს არის არა მხოლოდ მამის წინაშე საყვედური, არამედ ღვთის წინაშე საყვედური და მთელი სამყაროს მიმართ საყვედური. ესე იგი ის გარემოს ყველას ადანაშაულებს გარდა საკუთარი თავისა იმაში, რაც ხდება და როგორც ხდება. ის არ ცდილობს და მას თითქოს აღარ შეუძლია რომ დარჩეს ადამიანად. აი ასეთნაირად დაგვიხატა დავით კლდიაშვილმა პლატონ სამანიშვილის სახე. მართალია ის ასე ვთქვათ ბოლო ეპიზოდშიც რჩება მკითხველის წარმოსახვაში როგორც შეუბრალებელი ადამიანი, მაგრამ ჩვენ მის მიმართ არა სიძულვილით, არამედ თანაგრძნობით ვიმსჭვალებით და ეს არის მთავარი დავით კლდიაშვილისთვის, რომ ჩვენ შეგვაცოდოს აი ეს ადამიანი და თითქოს მუდმივად ფხიზლად სურს რომ გვამყოფოს, რომ ჩვენც არ დაგვჯაბნოს ცხოვრებამ, ჩვენც არ გვაქციოს ღვთისმცნების, ესე იგი ღვთისმცნების დამრღვევებად, როგორც ვიცით, მეხუთე მცნება არის, რომ პატივიეც მამასა და დედასა შენსა და სწორედ ამ მცნების დამრღვევად გვევლინება პლატონ სამანიშვილი და ერთი მცნების დარღვევას კიდე თითქოს ავტომატურად მოყვება სხვა მცნებათა დარღვევა. ასე რომ ეს პერსონაჟი ძალიან ღრმად ჩაგვაფიქრებს ადამიანურ ცხოვრებაზე და გვიბიძგებს რა თქმა უნდა იმისაკენ რომ ჩვენ უნდა გავუმკლავდოთ ცხოვრებას, რა გინდ ძნელიც არ უნდა იყოს იგი. გმადლობთ ყურადღებისათვის.